საუკეთესო ქართული კალიგრაფიის მქონე პირები დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოავლინეს. კონკურსში 1300 ადამიანი მონაწილეობდა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან. ფინალში კი 114 მონაწილე გადავიდა. მათ შორის მოხვდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და დევნილებიც. გამარჯვებულებს პრიზები კულტურის მინისტრმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელმა გადასცეს. დღესვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს 53 წელი შეუსრულდა. ახლა მომავალში თბილისში მისი დამაარსებლის ილია აბულაძის სახელობის ქუჩაც გაიხსნება. ჩვენი ალფავიტი მიუხედავად იმისა, რომ ის ითვლის ძალიან ბევრ დროს არის ძალიან ეფექტურად და გენიალურად გაკეთებული. ასევე ეს არის ერთ-ერთი ორიგინალური იმ 14-დან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და უნებრივია ამ ყველაფერს უნდა დაცვა, ახალი თაობისთვის ამის განმარტება, ახსნა და აი სწორედ ეს შეჯიბრი, რომელსაც მხატვრული ელემენტიც აქვს, კალიგრაფიული კონკურსი არის ძალიან ჩემი აზრით საინტერესო და კარგი რამე. ათასობით მონაწილე გვყავდა ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში. სამტურად ჩატარდა ეს კონკურსი და გამოვლინდა 100 ფინალისტი. ამ 100 ფინალისტიდან სხვადასხვა მხარდამჭერებმა დააწესეს სპეციალური პრიზები. მეორე წელია რაც მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა. გავხდი უსტავი ერის ფავორიტი და ძალიან გახარებული ვარ.